მაიკლ კარტერ უილიამსი როგორ არ ვიცი, ზაზა. კარგი ბიჭია, ხო? ხო. ანუ ეგეც დაიმატეთ. და ბრენდონ აითმა რაო, რატომ გადავედიო? აჰა, გასაგებია. ხო. მე როგორ ვარ? კარგად, ზაზა, მე ძალიან კარგად ვარ, ხო? საცხობი უკვე გავხსენით, მცხობელიც ავიყვანე, ფანტასტიურად ვარ, ხო? ერთადერთი ეხლა დამრჩა, რა დავარქვა სახელი, საცხობს უნდა მოვიფიქრო, ხო? რა დავარქვა? კარგი რა, ზაზა, გასცდი ცოტა ამ კალათბურთს რა. ხო. კარგი ზაზ, მომენატრე, ჩამიკოცნე ბიჭები, მუკოცი. ზაზა მოგიკითხა. ღმერთმა სიკეთით იკითხოს მე. ლაშა, 5 ჯერ არ აგიწყვია? რანაირად დავაწყობ კეთევან უნდა ამას, რა ქვია, ჩაკუჩი უნდა. შენი ხა იცი რა ჩაკუჩი, რაღაცა ზარმაცობ, ტელევიზორს უყურებ და გეზარება. რა ჩაკუჩი მაგას უნდა მაგ 5-ის აწყობას? მიდი ახლა ჩქარა აწყვე. რანაირად დავაწყობ, ვერანაირად ამ ჩაკუჩის გარეშე ამ ყუთს ვერანაირად ვერ ავაწყობ კეთევან. ეხლა ჩვენი ჩაკუჩი ვერ ვიპოვე, არ მიძებნია, მაგრამ ვერ ვნა. კატამხუმარ შეჭამა. კარგი ხე, უნდა იწყებ ხოლმე რა, ამ კატამ შეჭამა. მიდი კარი გააღე, მიდი. რანაირად გავაღებ, ყუთს ვაწყობ აგე. მოგე, შენ დღეს გამაგიჟებ რა. ერთი წუთი ახლა მე გავაღო ერთი ეს კარი, გამაგიჟე რა. შენ უნდა გავაღო მე რა. ვიტავრი, ჩემიდა მოვიდა. ჩემო სიცოცხლე, როგორ მომენატრე რა ლამაზი ხარ. მოდი უნდა გაჭამო. კარგი კათამი მაქვს, შემწყარი, კიტრი ყველი მჭადი, უფ, კარგი ღვინო მაქვს. მინდა, რა კარგია. მოდი. თამარ, ახლა ასე პირდაპირ შემოხვედი, უკვე აღარ უყურებ შენ ამ ჰოროსკოპებს და ეტლებს და რაღაც ვარსკვლავებს? მე გამანებე თავი, რა ჰოროსკოპის გაგონებაც არ მინდა. რატო დაო? რატო და არ ვიცი, ვინ გააგებინა იმას. ხო. იმ დღეს მომწერა SMS-ი, დღეს კურო და კირჩხიბი თუ შეხვდებიან ერთმანეთს, იდეალური შეხვედრა გამოუვადო. მერე კიდევ SMS-ი, აუ ისე მომეშალა ნერვები, რაც კი მქონდა ჰოროსკოპის, ხო? ყველაფერი გადავყარე. ვინ უთხრა, საიდან გაიგო? ნეტასაიდან. არა, ისე მართალი ხარ ეხლა შენ თაბა. მართალი ხარ რა. ეს ჰოროსკოპი და ვარსკვლავები კარგი რო ყოფილიყო ეხლა. შენ დაასწრებდი გაგარინს. კაცი კოსმოსში იყო, გაფრენი ჩამოფრინდა უკან. რა საკეთებ? სარღვნის ნიშნებია სახლში და კიდობანს აწყობს. ხო, აი კიდობანს ვაწყობ, კიდობანს თამარ და ეხლა წყვილად უნდა ჩავსვა ამაში და ეხლა ვფიქრობ რა შენ ეხლა ვახოსთან ერთად ჩაქსვა თუ ნიკასთან ერთად. ხუთს ვაწყობ რა. მე ლაშა ძალიან რთულით რომ დაიწყე, ცოტა მარტივით დაგეწყო. აი მაგალითად ის რომ არის, აბა გამაფერადე. ხო, რა საკეთებ? რას ვაკეთებ თამარ და ვახო მითხრა რომ თამარს ხელი მინდა ვთხოვო და იქნებ ბეჭდისთვის 5 ამიწყო და აი მე მგონი ცოტა დიდი კი გამოდის, მაგრამ მაგისთვის არა, მაგრამ მამა შენისთვის დაგჭირდება ბეჭდის 5-ის გაკეთება. ქეთინო, იმ დღეს დამანახეს ეს ლამარა. აუ რა ქალი ყოფილა. ვინ ლამარა? ამის დედინაცვალი. ლამარა მშვენიერი ქალია, ისეთი მოვლილი ადამიანია, ისეთი გაწკრიალებული მშვენიერი. ბოლო გამაგებინე რა ყუთს აკეთებ, რა მე გეტყვი თამრი, ხა მომისმინე, მოკლედ, ჩემს საცხობში, ჩვენს საცხობში, მინდა რომ ახალი რაღაც გამოვიმუშაოთ, სახლში მიტანის სერვისი. ხო და მოკლედ ესე იგი, მოპედი უკვე ვიყიდე.
ვიყიდეთ. ხო და ამ ხუთს მოპედზე დავდებ და ესე სახლში დავარიგებთ საჭმელს, ხო? დაარიგებს. მიდი ჭამე. არა. ვერანაირად ვერ ჩავსვამი ამას ჩაკუჩის გარეშე რა. ავალ ირაკლის ვთხოვ ჩაკუჩს. არა ხვიდე ახლა მაგათ ეძინებათ. გუშინ ბავშვები გააცილეს ამერიკაში და მთელი ღამე გაათენა. მაგან და თავის მასიმამ რა იმდენი დალიეს, ხო? ახლა ჯერ კიდე ეძინებათ მაგათ. მახსოვს გამახსენდა ხო? მაშინ ჩვენ ჩაკუჩს მოვძებნ იქნებ ვიპოვოთ. მიდი ჭამე. ხო. ეს ქალბატონი რა შვება? არ გადაუარა ლამარაფობია? კატას ასეინებს, ფელიჩეს. ვიჩე. მოკლედ ესი გამაგიჟა რა. ლამარას ჰქონია ბედი. მაგას მურთაზ იყავს სახში და მე კატა. ამანაც გუშინ მთელი ღამე არ დამაძინა. გარეთ კატები კრაოდენ აყვესს და ერთი ამბავი. ისეთი პერიოდია ეხლათად. მართლა გამახსენდა. ანანო რო ჩამოვიდა ბათუმიდან. ორი კვირა რო იყო დათოსთან. ხო, გული მერევაო, რა ვიცი, თავბრუმე ხვევაო, ფეხმძიმედ არის, ხო? რო კითხო არ არის. რას ეკითხები მე რეში? არც მეკითხავს. მარიკა, ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე. მარიკა, სარესხი ჩამოხსენი მერე. მე კი ფარდებს ჩამოხსნი საძინებელში და წავიღო. არ ყოფილა სიზმარი? რა ფარდები მიგაქვს? რა ფარდები წავიღო თუ რას ლაპარაკობ? ბავშვები გაუშვით და ეხლა რა შენც მიდიხარ? დედას მიყვები აგარაგზე. გაზი გაყავთ იქ და სახლში უნდა იყოს ვინმე. და აქ ხო ჩვენ ახალ ფარდებს კიდევთ. ხო და ამ ძოლს წავიღებ აგარაგზე. კარგია, გაზი გაყავთ. ხო, მაინც ფრთხილად იყავი გეხვეწები შალომნა გასთან არ მიუშვათ. ხო იცი ჩემი სიდედრი ადვილად აალებადია. ბუიეცე კაცე. ხო, კარგი ვიხუბრე. და მამა შენი ზახარიჩი რატო არ მიდის რა? არიცი ხო? არცალია? სხვა საქმეა? ეზარება? არიცის? ირადი. ვიცი მარიკა, ვიცი. მეგონა რომ რაღაცა მიზეზს შენ თვითონ მოიფიქრებდი, თორე ვიცი რომ გუშინ გამოვათრე, მოვკალი, დღესდილას ძლივსად გაფეხზე და ეხა დადის უბან სახაშე-სახაშე. ირაკლი, რამდენი დაალევინე გუშინ, ა? მე რა დავალევინე, შალომნა. მე რა შუაში ვარ? მე რა დავალევინე? ბასიბუსებიო, მიდიან ამერიკაშიო, ჩემი შვილიშვილებიო, გავაცილოთო და ერთი ჭიქა დავლიოთო. ხო, თავიდან გითხრა რომ ერთი ჭიქა დავლიოთ. კი ბატონო. მერე შენ უთხარი ორი ფეხით მოხვედიო. არ მოვიდა ორი ფეხი? ო, მერე უთხარი ერთი სამობით არის. არ არის? ხო და მერე 4 კუთხითო. კი ბატონო. და მერე აი ასე ახვედით 36 კაც ფეხის ზომაო. მე შალონა ისე მართლა რა პატარა ფეხი აქვს ზახარიჩს. ირაკლი, შენ კი იტან შვილო, მაგრამ იმას არ შეუძლია და ვერ შევასმინე. ამ დილითაც მაკაცებთან ერთად წავიდა ხაშზე. გურეკამ ტელეფონი გამორთული აქვს. მარიკა ჩვენ მოგვიწევს, ამიტომ იმ გაზის ამბავზე წასვლა. ცისლა და შალონა. ხო. მე გამოყვებით. ვაიმე, თუ სხვა საქმე არ გაქვს ირაკლი. საქმის მეტი რა მაქვს, მაგრამ ვიფიქრე ხო არ გადავდო თქო. თუ გადადება შესაძლებელია? გადაუდებელია, მაგრამ არა ირაკლი, საქმეს ნუ გაიფუჭე. ის ვაჟბატონი უნდა მიბრძანდებოდეს წესით, მაგრამ იმიტომ რომ კაცის საქმეა ის. რატოა კაცის საქმე? ვერ გავიგე რა. რა კაცის საქმეა? ეს გაზი შეყავთ ხო არ გამოყავთ? რა თქვი ხა რა იყო ხა ეს? მე გაზიფიკაციაში არა ვარ პროფესიონალი, მე ვარ დილეტანტი და ეს იყო ერთი დილეტანტის სუბიექტური აზრი. აჰა. გამარჯობა. სანდრო აქ ხომ არ არის? არ გახლავთ სამწუხაროდ. არც აივანზე. არც აივანზე. უკაცრავად ბოდიში. როგორ ეკადებათ, კარგად ზანდებოდეთ. აჰა, შენ კიდე არ მიჯერებ. წვიმა მოდის გაბუდა. კეთილო, კარგია. შეესდავს მაგონებს. მოგიყებ, გისმენ თავი. ხო და გამომეცხადა იუზა, ხო, აი აქ ვიყავით შენთან სახლში, ხო. რატო არ მითხარი, არ მიმღერები? ხო და აი ესე აქ შენთან ვერც ესე შემოვიდა, მოიხედა, აი კაპიცეს თავისი კოხტა ხელები, გოგო და რაც კი გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. თამა, ჩაკუჩი სადადო ხო არ გახსოვს? არა ყვეჭამე. ვაი სანდრო.
დამალეთ რა ლაშა. მოდი, მოდი. ის მეგი დამსდევს გამაგიჟა რა. მეგი ვინ არის? მეგი ის ბაღის ის რო იყო გამიგე. მეგი მე რომ მიჩიოდა იქ ბარში. ქერა. პირდაპირ ხორბულში რო ცხოვრობს. ხო. რა უნდა მე? აი მე რა ვიცი რაო რა დავაშავე დამსდევს გინდა თუ არა შენ ხარ ჩემი ადვოკატიო. შენზე მაგარი ადვოკატი საერთოდ არ არსებობსო. შენ უნდა იყო ერთადერთი ადვოკატი ჩემიო. მოკლედ რას არ იგონებს რომ შემხვდეს ლაშა რა. აი ეგ არის სანდრო მე. შენი სანდაზა არ გაგიგია? ბაღის გამგესთან საქმეს ნუ დაიჭირო. როგორ არ გამიგია მაგრამ რა ვქნა მითხარ. სად არის რა? სად წავიდა რა? სად წავიდა? რა ლაშა რა. რა და ჩაკუჭი დაიკარგა. აი შინაური საღებული იქნება თორე ხა აქ უცხო არავინ შემოვიდოდა. ნახე ირაკლი, ესენი დარჩათ ბავშვებს. მე მამას ბასიბუსები, ეს ნინის არის, ეს მარიამის. არა, პირიქით, ეს ნინისი და ეს მარიამის. ვაიმე მარიკა, აი გამაგიჟებ შენ მე რა. როგორი მახსოვრებ ხა რომელია ნინის და რომელი მარიამის? როგორ და მე ხო ვიცი რომ შენ სულ გეშლება ხოლმე. ხო და ეგრევე მახსოვრებ მე. ისე მამას ბასიბუსები მარიკა რამდენი ვინერვიულეთ, რამდენი ვიწვალეთ, სად არ ვიყავი, სად არ დავრეკე, რამდენი ვიფიქრე, ვინ არ შევაწუხე, ვინ არ ჩავრიო და აჰა, მაინც გავაცილე მამას ბასიბუსები ამერიკაში. ბასიბუსები გავაცილეთ მე და დედამ და შენ და მამამ გააცილეთ აეროპორტში ვინც იყო სხვა დანარჩენი ყველა. არ გახსოვს? მარიკა ეგ არ მახსოვს. მაგრამ რა მახსოვს იცი? გვირაბში მივდიოდი. მერე გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. მერე მარიკა თეთრებში ჩაცმული კაცი მოვიდა. ხო და ხურდამთხოვა. ხო. მივეცი. გამომართვა. მერე? აი მერე. მიდი გააკარგი. ახ ეს მამა ჩემი კიდე სად არის ამდენი ხანი რო არ ჩანს. კაცია, კაცი შეარგე. გამარჯობა მარიკა. ვა, ლაშა. ირაკლი, ჩაკუჭი მათხოვე რა. ჩაკუჭი? კი განაცვალე, რომელი ჩაკუჭი გინდა? ჩვეულებრივი თუ ჯიხს რო გავს? რა ჯიხს რო გავს ირაკლი? ხო, ერთი ჩვეულებრივია და მეორე ჯიხს გავს. რა იყოს ჯიხვი მაშინ? ჯიხი, კი ბატონო, ჯიხი. აჰა. მართლა როგორ გავს ირაკლი? რა. ჯიხვია რა მართლა. მაგას გეუნები რა, ეს ჯიხს გავს და ის მეორე ჩვეულებრივს გავს. ხო. კარგი. შენი გათამამებულია მარიკა გეუბნები მე. გამარჯობა. გამარჯობა ვაშა. რატო დედა რა შუაშია ხე ჩემი გათამამებულია? ბევრი რამე შენი ბრალია გეუბნები. რა არის დედა მომისვენე აგიხსნე ერთი წამი დამელოდე რა. აუ ირაკლი რა ვინ არის გათამამებულია? ვის ხედავ? ჩემს ფეთს. ვინა, ვიზე იტყოდა, ჩემზე თქვეს. ლაშა პრობლემა მაქვს ოჯახში. პრობლემა მაქვს ლაშა. ეგგვარი კონფლიქტი ჩამოყალიბდა. ხო, ეს ბავშვები ხო გავაცილე და მარიკა მე შენთან გამჩერებელი აღარ ვარო. აქამდეც ბავშვების გამო ვჩერდებოდიო შენთანო და წავედიო, მივდივარო, მობძანდა ეს ქალბატონი, ცისანაშალო და ჩაალაგე დედიკოშვილო, რაც ყველაფერი შენიაო, რაც არისო, შენ ჩემი ნაყიდი ყველაფერი ალაგებენ ახლა და მე სადამდე დაეცა ეს ქალი. სადამდე ფარდები წვი. რა რეებს იგონებ ახლა რა ფარდები მიაქვს რა, კარგი რა ირაკლი. რას ვიგონებ? ლაშა, რას ვიგონებ? რა, გუშინ გამოვთვერით მე და ზახარიჩი. გამოვთვერით ხო და რაღაცა სისულელეები მიკეთებია იმ აეროპორტში ლაშა რაღაც სისულელეები მილაპარაკია მე ყველაზე ძალიან რაზე ნერვიულობ იცი იმ ქალზე ხო არ წამომცდა რამე ვინ ქალზე კაცო იცი რას გეტყვი ჩემო შვილო ჩვენ კი არ უნდა მივდიოდეთ თვითონ უნდა მიბრძანდებოდეს მე დაურეკავ მამას ხო დაურეკავ მე ხო მიდი ახლა მიდი ხო გააგებინეთ ყველას ერთი წუთი შალოვნა, ერთი წუთი. ლაშა, გენაცვალე, შენი პრობლემები გეყოფა. შენი ბევრი პრობლემები, კი, რა თქმა უნდა, გეხვეწები, არ მინდა რომ ეხლა ამას მოусმინო შენ ისედაც ვიცი რომ ჩემზე ნერვიულობ, ჩემი მეგობარი ხარ, ძმასავით გიყურებ ჩემო ლაშა. წადი მიხედე შენ პრობლემებს, მივხედავ მე რაღაცა იქნება სულ ასე ხო არ ვიქნები და დაგირეკავ, მე მოგიყვები ყველაფერს კარგად დამდებოდა. ხო, აბა, გისმე შალოვნა, რაო? ირაკლი, ბურეკავი ვაჟბატონს ტელეფონი გამორთული აქვს. და თუ თავისი ფეხით მოვიდა, ძალიან გთხოვ, აღარ დაალებინო. ეგ თუ თავის ფეხით მოდის, აქამდე როდის მოვა, ისეთი პატარა ფეხი აქვს. 26 ზომა, აქამდე როგორ ვერ ვარ? აგიგეთ. 26 ზომა. აჰა. რა? აჰა და აჰა. აჰა. აჰა.
ირაკლი დამალე რა ეს ხალი დამძდევს დამანებოს თავი აი ის მეგი დამძდევს ირაკლი აღარ შემიძლია რა რაღაცაო ეხავ ახალი საქმეაო და შენ უნდა იყო ადვოკატიო აი შენი მეგია ამ ხელა ხალი ჰა შენი მეგია აქ წვენია შევლა დაუძახო მეგი დეიდა მეგი ბიცოლა მეგი მამიდა რას გადაგეკიდა ეს ხალი გამაგებინე კაც მარიკა ვერ ხვდები ის ადამიანი მთელი ცხოვრება იყო საბავშვო ბაღის გამგედა ახლა ენატრება ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ესე ოხ ირაკლი კარგი იცი რა მე ესე გავაგრძელებ აი ეს დავემალები ნუ ბოლოს ხომ მობეზრდება და დამანებებს თავს არა რატო აღარ გაქვს მაგის ნერვები რა მაგის ირაკლი მეგი ქვია მეგი აჰა აჰა შენთან არიან წამოდი ყავა დავდივი წამოდი მოდი შეხედე მოდი შენ არ მოდი შეხედე რა დღესია რა სისვებს მაგიას ეთყობა მართლა რაღაცა შეუძლია თორე იმ როსტომაიასის ანგელოზევით ხალი რომ მიატოვა აზიდული აზღვითული კედი ყელყობ მოღერებულია ამ ღვანჩალიასთან მოვიდა რაღაცაშია საქმე ვაი შეგენაცალი ასე ხალს თუ ცაცხი უხდებოდეს და რა ლამაზი რა დამშენებული რა აშენებული რა გახარებული ნოდარეს ღვანჩალია რას ნიშნავს გაიგე ღვანჩალიას ეძახიან პატარა იხვის ჭუჭულები რო წყალში ღვანჩალობენ ასე დავჩაყობენ გააქნევენ და წყალის წვეთები რო ცვივა აქეთ იგი ცელსიუს რო ელდამულება აი მაგას ბატონონა აი მასე მიბრძანდებით აქ მოდის აქ მობრძანდება ბატონი როსტევანი ნუ ეძახი როსტევანს სახელი აქვს იმ კაცს ნოდარი ღმერთო დალოცე ყველა ნოდარი ვისაც ნოდარი ქვია ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მისი სეხნია ვინც არის ხვავი ბარაკა დოლათი და სიკეთი არ მოაწყო მრავალჯამიერ ისე ხალბატონო როგორ შემოიდიგეთ ადელად როგორ დაურეკეთ და უთხარით ბოდიშიო არა დამირეკა და მითხრა ბოდიშიო ნო რა მაგის პასუხია შენ გენაცვალე და ისე ასე ცეცხლი თუ გეკედა და ალები აგდიოდა და სუნთქვა გეკრებოდა იმ როსტომაიასე გეთქვა შენ გენაცვალე რომ იმიშვი და კომედია დელარტე მათამაშებინე მოიცადე ასე ჯობია შეხედე კაის ნიშანია ჯვარია დაიწერთ ხალბატონო ესე გითხოლდებით არა კარგი ერთი გოგი ხავდები მეოთხე გაამართლებს რო იცოდეს შენ გენაცვალე მეოთხესაზე აუცილებლად გაგიმართლებთ ხალბატონო მართვის მოწვევა მეც ეგრე ავიღე გაჩერდი ბიჭო ნუ გოჯიალობ რაღაცას ნონა ისე ახლა ბრძენი ხალი ხარ შენ ჩემი თქმა არ გჭირდება მაგრამ მაინც გაითვალისწინე ადრე უწინ ახლა შენ ახალგაზრდობაში გემახსოვრება ხალი აბანოში მიყავდათ უფროსი თაობის წარმომადგენელს იქ შესამოწმება. ახლა შენ უფროსი თაობის წარმომადგენელი აღარ დაგჭა ამ ქვეყანაში და გაარკვიე მაინც ნათესავი არ გამოდგეს შენი ის კაცი. რა ნათესავი? რა ვიცი გენაცვალე ნახევარი საქართველოს შენი ქმარი იყო და ახლა დიდი ამბავი ნათესავი და უკაცრავად სანდროს ვეძებ და თქვენთან ხომ არ არის? არა სანდრო ჩვენთან არ არის. ირაკლისთან ნახეთ? იცით ირაკლისთან უკვე ვიყავი და არ არის. არა. არც აივანზე? იცით რა კენით? ისე ვადით ირაკლისთან, ოღონდ კიბეებით ადით. კიბით რატო? სანდრო ისეთი პიროვნებაა თვითონ. რომ ლიფტით მაინც არ დადის. გესმით? თამრი, დღეს იცი ვინ უნდა მოვიდეს ჩვენთან სტუმრად? ჩემი გიორგის კლასელი ლიზიკო. სპექტაკლში ჯულიეტას რომ თამაშობს. ჩემ გიორგის რომ მოწონს. ვაიმე, ნაცვალოს დეიდა გიორგის. ეგის მასწავლებელი, რა ქვია მაგ მასწავლებელს? იზოლდა. ო, ეგის არ არის, რომეო და ჯულიეტას რომ დგავს ხევსრულ მოტივებზე. რაჭირს მაგ თავს? რა ვიცი, თამრი, აბა რაჭირს. მარტო ხელა ქმარს გაშორებული ქალი, ესე თავისთვის გულს აყორებს რაღაცებს, ესე დგამს, იგონებს თავისთვის სპექტაკლებს. აბა ასეთ ხალხს სხვა საქმე კი არაფერი აქვს, ხო და დგას და ესეთ რაღაც ნახავარდი. და ბაბა მიყვარ ხარ, ხო იცი ხარ, რა სისულელია, ეხლა შენ ყავადალი ემიდი. ხელა პროფესორი კაცი ხარ, კლინიკის პატრონი ხარ. რას მათხვებ ეხლა ვითომ რა, რას იგებს ეხლა მაგითი რომ მე რა თუ მართალს ამბობს. მართალს ამბობს. რო ვითომ მარიკას. არა კაცო რაღაცას იმაში რა მოხდა ლაშ? რა მოხდა? არაფერი მათხვებს რაღაცას კეთება. არ არის მასშება და რაღა. მე, კაკია. ვინა აწყვეს?
მე ავაწყო, სხვა შორის უჩაქუჩო. რანაირად ააწყეთ ამას, მე უჩაქუჩო. ამას შეხედე ახლა. ეს ამას ეს უჩაქუჩოთ რო ააწყობ, ხო? მე კარგად კი დაიშლება მალე. ამას უნდა ჩაქუჩიდო. ჩასმული კი არ არის ეს კარგად. ეს უნდა იმას აქნა რო აგერ კარგად. ხინული სწრაფად. ჟანდა, რა თუ უნდა ეხლა ამას ჩაქუჩი უნდა დაკაცო, ა? არის ხო აწყობილი ჩვენი რა, ა? არა, ავიჩემე, იმანას კიდე ჯიხვი მომცა მაინდამაინც. მოეცა ჩვეულებრივი რა. დედა, არა, ეს თითი არის სპეციალურად ცალკე, რო არ ჩაირტყა არაფერი და. მაინც გავაქალე, მაინც ჩავირტყი აქ. მიდი. ვაიმე, ნუ აი ამ წებომ შეხედე რას დამიმსგავსა, ფრჩხილები გადავყევით ამას რა. ვაიმე, თავი ფრჩხილები გაგიფუჭდა? იცი რა, ჩვენს პირდაპირ მოპირდაპირე კორპუსში გაიხსნა ფანტასტიკური სალონი. მიდი გადადი. იცი ვინ მუშაობს, ვინ გახსნა ეს სალონი? ჩვენთან მესამე სართულზე, ხო, ჩემ კორპუსში გია რო ცხოვრობს. იმისი ცოლის დამ. გიას ვინც ცემს ხოლმე. ვაიმე, გამიყარი. ჩავა. თამარ, ფრჩხილების გასაკეთებლად მიდიხარ? ხო. აა აბა მითხარი რამე ახლა მოიფიქრი, აბა სანამ გავალ. მიდი. ფრჩხილები, ხო? ფრჩხილების გასაკეთებლად მიდიხარ. ფრჩხილები. ასე უცებ ვერ მოიფიქრე ვერაფერი და ამიტომ მარტო წადი. აბა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თანამშრომლებო და აღნიშნოთ ახალი დირექტორის მოსვლა კლინიკაში. მოდი გენაც. ირაკლი ბიძია, ისე რას დაგვიმშვიდობეთ? იმის მერე პირველად მოხვალთ, ფაქტიურად ახალი დირექტორი ხართ რა. რა გალხლაბუცებული ეს ბავშვი, რო შემოყედი ასე მგონია ცისკრის ფასკლავი აინტო. განათთა. ალილო მრავალჯამია. ირაკლი, როგორ არიან იზდები? რა კარგები არიან? ხლონტები? ვაიმე ქალბატონო, თქვენ მთელი სიამოვნება წინ გაქვთ. რაც უფრო ახლოს გაიცნობთ, მით უფრო კარგები და კარგები გახდებიან. კი, რა ხდება კლინიკაში მითხარით ახლა? თქვენ ხო ახალი ხართ. არის ნერვიულად, მე აგიხსნით ყველაფერში გავაგებთ. ეს არის თქვენი კაბინეტი. მე პედიატრი გახლავთ. ხელფასი უნდა მომივატოთ, პრემია უნდა მომცეთ, დანარჩენს ნელა გაგარკვევთ რა. ნელა. როდის უნდა მორჩეს ეს მაიმუნობა? რას ფროსიალობს, რას ბოდიალობს, რას ბჟუტურობს. გახსენდია შამპანური. ბატონო, ჭიქები. აი, ნოდა. აი დირექტორი. აბა ის დირექტორი ვინ იყო? კაპიქს ვერ გააგდებინებდი. დირექტორს ვერ გააგდებინებდი. მეტი საქმე არა აქ ამას კაცო. როგორ არა მოქვს, მაგრამ ახალი დირექტორი ბაბუაჩემის ახლობელია და. კაცები შვილო დამაწყდა ნერვები ნუ მღოჯიალობ რაღაცას მომისმინე. ეხა მე მნიშვნელოვანი მაინტერესებს. იმ ქალმა მზია ხო თუ ზევინარი მზია ხო? ზევინარი მზია რას დაეძე ფუძე ერთი აკურ შოკოladს არ დავეძე. რო გაიგო, რო შენისა რა ქვია კლინიკის წილს აღარ ყიდიდი რა თქვა მერე. დედა, მითხარი მაინტერესებს. გაგიჟდა ერთი? მანამდე წარაკდა ეგ საქმე. ისტერიკაში ჩავარდა. მე რა მოიყვანეთ? ვინ მოვიყვანე? მაცალე ყვები რაღაცას. ვეუბნები. არ გამიხეთქო გული. ვეუბნები დამანახე ნანაც. ვეუბნები. თან დაასხი, თან დამანახე. ბოდიში. ვეუბნები, კაცო, რომ აღარ ვყიდი ამ წილს, ამ კლინიკის წილს. აღარ ვყიდი, ჩემი ნება არ არის, კაცო, ჩემი წილია, ხო? ჩემი ხელი დაშენებილია, ხო? მინდა, როგორც ხოლმე, მინდა. არა, გაგიჟდა. გადაირია, არა, მინდა უნდა ვიყიდო. არ ვყიდი, მინდა. ესე იგი, ვერაფრით ვერ დავამშვიდე. ვერაფერი ვერ უშველე. სანამ არ გადავამისამართე დამაწყნარებელთან. ვინ დამაწყნარებელთან? ბაბუაშენთან. გამაგებინე, რა შუაშია ეს ბაბუაჩია? რა შუაშია და ერთხელ. მე კაცო, თავი ძალიან არ გაიგოს, მაგას მე შვილო რო გაიზდები, მე რეაგიხსით, მაგრამ აცი ამას რა გაზდის, სხავსია თავზე მოდებული. მოგლეთ დაასხი, ეს არის დასხვა კაცო. დაასხი, ნუ გენენება სემესტრირებული რო ხარ ყველაფერში. ჩემო ძვირფასო თანამშრომლებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გამომართვი. ესე იგი ჩვენ დღეს აღნიშნავთ ორ რაღაცას. ხო. ირაკლი ჩხეიძის კლინიკაში ირაკლი ჩხეიძის დაბრუნებას. კი ბატონო. ვალობთ და ქალბატონი ნონას მოახლოვებულ მეოთხე ქორწილს, ხო? კი ბატონო, რა საკვირი. რა მეოთხე ქორწილს, კარგი ხალხი. რომელიც კინაღამ ჩავშალე და ჩავარქვესკნელე, მაგრამ ღმერთო სულ ალალდასტური გამყოფოთ ღმერთთან დავალჭა. შენ გაიხარ. ასე ალალდასტური გამყოფოთ, კარგი, ერთი წუთი ახლა ქალბატონო ახლა ყველაფერს ნათელი მოეფინა, ხო? ყველაფერი ვიცით, დამშვიდდით, აღარ ნერვიულობთ, ხო? ხო? აბა მითხარით ახლა მოყევით რა ქვია, რა მოხდა იმ რესტორანში. მოყევი. რა მოხდა ირაკლი და?
ვისხედით მე და ის ჩერჩეტი რესტორანში. საუბრობდით. შემოჩერჩეთ და ეს ორი ჩერჩეტი რაღაცები იჩერჩეტეს, მე ის ჩერჩეტიც გაიქცა, მე ჩერჩეტს გამახსენდა შეხვედრაზე რომ აგვიანდებოდა, გავიქეცი და დანარჩეს ეს ორი ჩერჩეტი მოგიყვება. მე იმ ჩერჩეტმა ოფიციანტმა შემოიტანა ბეჭედი. მე ნოდარს მივაწოდე და ყველა ჩერჩეტს რესტორანში ეგონა რომ მე და ნოდარი რაჩედა ნოდარი ბიჭო, რაჩედა ნოდარი, რაჩეჩეტო. კარგი, ლებერტია, ნამდვილ ჩამოყალიბებული ლებერტია. კარგი, აბა, ირაკლის ხეიზის დაბრუნება აღვნიშნოთ. კაცო, მისაყოლებელი შოკოლადი მქონდა აქ სადღაც მე და. შოკოლადი? ხო. ის რომ ჭის მე კლეპტომანი აგერ წამოვიღებე და გამომყოლე. მომეცი, აგინდა არ გასდა, ბადაგასული არ იყოს. ამას მე ვწრი ხომე ამ ქაღალდებს ასე ავყრი ხომე, თომ წვიმა მოდის და მეყრება თავზე აქიდოს. კარგი, მოკლედ. ახლა, ქალბატონონა, მე მართლა გულით მიხარია, რომ თქვენ გადაწყვიტეთ მეოთხედ გათხოვება. კარგი, ირაკლი, რა გათხოვება? ერთი წუთი, არა, კარგი, ხო, კარგი, გადაწყვიტეთ. ყველაფერი მაგით მიდის, ხო, ბატონო და. წინ მიდის, ქალბატონონა მეოთხედ გათხოვდება და მე მაქვს თქვენთან შეკითხვა მაქვს თქვენთან ერთი. ოღონდ გულზე ხელი დაიდეთ და ისე მიპასუხეთ. ეს როსტომაია ბოლო ავითო. უი არ გეტკიდა არაფერი, მაგი ბოლო არის. დამიცადი არ დახურო სანდრო, მე ჩვენთან ერთად მოვიდარ. ერთი კაცი უნდა გავიდეს ლიფტში, ორზე მეტი არ შეიძლება. მე ორნი ვარ, სანდრო. მაშინ მე ზემოთ მივდივარ. მე ზემოთ მოვდივარ. მაშინ მე ქვემოთ მივდივარ. ხო, მეც ქვემოთ მოვდივარ. მაშინ მე ზემოთ, ქვემოთ და შუაში მივდივარ. ვაიმე, გაიჭედა. კლაუსტროფობია მაქვს. მართლა, სანდრო? ხო, ქერა ქალების მეშინია. ამიტომ ემალები, სანდრო. მთელი დღეა დაგეძებ, სადაც მივედი, ყველგან მითხრეს, ახლა წავიდაო. ქალბატონო ბიჭო, მეგი. ასაკით დიდი ხარ, თანის გამოთქმა ხო გაგიგიათ, აი შენ რომ მიდიოდიო, მე რომ მოვდიოდიო. სანდრო, შენთან მაქვს სათხოვარი. მეზობელს მინდა ვუჩინო და ბიზნესი ერთად მოვიფიქროთ. ვინ მეზობელს უნდა უჩინოთ? ეგეც ერთად მოვიფიქროთ. იქნებ წავაგო ქალბატონო მეგი. წავაგოთ რა პრობლემაა. თავარია ვუჩივნებთ და ერთად მოგვიწევს ყოფნა. რა ერთად ყოფნა ეხლა გაიჭედა. სანდრო. სტატისტიკის გჯერა. რა სტატისტიკის? სტატისტიკის მიხედვით ლიფტში გაჭედილი ქალის და კაცის 90%. ვაიმე მიშველეთ! გოგი გენაცალე, მიგდეყური. ხო იცი შვილო, ჩვენ შეწვენილები ვართ იმ როსტომაიასთან და რომოვა ის კაცი მაინც ბოდიში უთხრა. ცდილობის ამბავია. კი ბატონო. ბინა. წაიკითხებით. გისმენ. ეგა. შეხედე? ხო, ეგ სართულია. აი შენ გენაცალე. ხო, ეგ არია. გამარჯობა ნამცეცა. მარტო არა ვარ. რა ლამაზია. შემოდი. გამარჯობა. ალალი. იცანი ესენი? კი, მენეჯერი და ამუნია. იმპროვიზაცია იყო თორე, რა ვიცი. ხო, ნოდარ, აი ესენი იყვნენ მაშინ რესტორანში რო გითხარი. გახსოვს რომ დამირეკე რესტორანში რო შეგხვდი, მე ნოდარი და მენეჯერი დიდი ბოდიში ჩვენ არ ვიცოდით, მეგონა რომ ნოდარსოება უნდა და მაგას თორე. ხო, ჩემმა ყველაფერი ამიხსნა. გაიცანი გოგი. კიდევ ერთხელ სასიამოვნოა. ერთი რაღაც მინდა მეკითხა. ეს ბლანჟე თქვენ მოუშვით თუ დაიტოვეთ? ნოდარ გაიცანი. ნოდარ გაიცანი.
სასიამოვნოა, კაცო. რა მინდა კითხოთ, ამისთანა როგორ მოახერხეთ მიწის ქვეშეთში ღვანჩალინო, რომ ჩემი რანგის და გაქანების პატრონო ვერ გავიგვიეთ, რომ თქვენ ერთად შარიშურები გქონდათ. ხედავთ, ამდენი წელია ვეხვეწები ნონას და სულ უარი. ახლა კი ძლივს გამიმართლა. გასწავთ. ახლა გაუმართლა თუ მაშინ საკითხავია, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მიულოცოთ. თქვენ გენაცვალეთ, ვერ თუ აშენებულები, დარჩენებულები, გახარებულები, გამრავლებულები, უჭურები, სუსიკეთით მენახეთ. მოკლედ, ნონა, ახლა მეწავალ და საღამოს გამოდივლი ნამცეცა. სად მივდივართ? ჩემებთან მშობლები უნდა გაგაცნო. საწყალი მოხუცე. საბა, კარგად ბრძანდებოდეთ. მოიცა. ტყევდუმილი გეყოს. მკვდარი არის დღეს თუ მსინცა, ისრიალე დედავერ ხო, იგუგუნე დედამიწა. მუმლი მუხასა დალილეოსი, თქვენი გზა არის საქართველოსი. არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდება. მე ვიცი როგორ დამთავრდება. რაიცი. მეოთხე პირველი ღამე რა. რა მეოთხე პირველი ღამე, არ ფოჯიალობ, შეგაჭირო არ მომიშალე თელი დღენერები. წარმოიდგინე შვილო შენ ეხლა რომ ის ქალი რო ამ ამბავს გაიგებს, როსტომაიას პირველი ცოლი რო გაიშლის თვას და რა მოხდება თუ წარმოგიდგენია. რა ვერ წარმოვიდგინე. მაგას შვილო წარმოსახვის უნარი ჭირდება, რაც ჩემ მამაგამჩენმა არ დაგამატლა და მე რო წარმოვიდგინე ამაკანკალა. არ ვიცი რა იქნება. და უბურჭყდია. აბა, დავიწყოთ ახლა რეპეტიცია მიშიკო, გიორგი, ლიზიკო, მოვედადოთ, გამოდი დედიკო, ჯულიეტა, რომეო, მოდი. აბა, დავეწყოთ, გავიმართოთ წელში, მხრები, აბა, ყველაფერი. აბა, დედიკო, დავიწყოთ, მიდი დაიწყეთ. კოკა მომაწოდე დედიკო, კოკა. ჯულიეტას კოკა მომაწოდე. აი ეს კოკა გამომართვი შვილო, გაიმართე მხრებში. აბა. დავიწყოთ, ადექი დედიკო ფეხზე. დედა, ხო გითხარი, გზივა. აი, სულ მავიწყდება დედა, რა ქნა გავითიშე. აბა, ვაგრძელებთ რეპეტიციას. აბა, დავიწყეთ, ლიზიკო. წყაროზე ჩავალ, იქნებ იქ იყოს ჩემი რომეო. მომეხმარება, ჩურჩულით მეტყვის კოკა მომეო. როცა ნადრობდა რომეო, კიდევ მენახანეტაო, წყაროსთან გოგით გამოჩნდა მზისდარი ჯულიეტაო, წყაროსთან გოგით გამოჩნდა მზისდარი ჯულიეტაო. აბა, დამთავრდა სპექტაკლი, ვაგრძელებთ. რაუ, ეს გამოვტოვოთ რა. ვაიმე, რატო დედა? რა უნდა გამოვტოვო, დედა, აქ კოსრინ ჯულიეტას, მიდი ჰე, გავაგრძელე. როცა ნადრობდა რომეო, კიდევ მენახანეტაო. ბიჭო, ეხლა გაჩერდი შენ. ბიჭო, რა კიდე? ბიჭო, რა ხდება? შილო არ გადაგალეწე, მომეცი ეს კოკა. ბიჭო, სიცხვილია, სტუმარია, ლიზიკო, ჩემ ცხენია. რა ხდება? დიჩიობთ ბავშვებო. ხო, ბავშვებო, აი კატაც მოვიდა. ხო, მოდი. აი მე შემოგევლე, მოდი ჩემთან ვებიკო. ეს არის ჯულიეტა. გიცანი ხო, დედა. ლიზიკო, დედა რა ციცილა გადავიდა. როგორი თალებია. წადი ბებიკო, წადი. მოდი, შვილო, მოდი ლიზიკო. აბა ეს სცენა გამოვტოვოთ და გავაგრძელოთ. აბა ვაგრძელებთ. მაშ გავიყაროთ. ჩავალაგოთ, ჩვენი ბარგია. მოგვაგნებენ, თორე მისი აზრი კარგია. ბარგი ჩავალაგოთ და აზრი კარგია, ეს სიტყვები ცოტა უფრო მკაფიოთ და რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ იქნებ გაიგონ ზოგ-ზოგი ერთებმა. კეთება. ეს ის გოგოა, გიორგის რომ მოიწყო. იქნება შენ მაინც გაგიმართლოს რძალში. ინაიჩვალეს. ვიკორა კაკი გოგოა, რო უყურებ, სულ ჩემი ბავშვობა მახსენდება, ზუსტად ასეთი ვიყავ, კეთება. მართლა? და მე რა მოხდა, დედა? რატო დაგგვიანდება? დამნაშავე გაგექცათ? ვარა მაგარია. მე გელოდები. არსად არ გაგექცევი. მეც მენატრები. კარგი გაკოცე. ის იყო? ხო. გოგო, ეგ პოლიციელია? ხო, ზემო.
მე იცი როგორია? ესი მაღალი. მომიყევი, გოგო. შავგრემანი. ხო? მე რო გიждები, ესეთ მებიაქსი გადაპარსული. კაი. ძალიან. გოგო, ხასიათებით როგორია? რა ტიპია? ძალიან სერიოზულია? იცი როგორია? აი, ხოვით თუ პოლიციელი და მკაცრი, მაგრამ არა გოგო, იცი რა საყვარელია? აი, კლუბში ვერ ვაჩერებ, იცი რა სეკვავს? პოლიციელები კლუბში დადია? გამარჯობა. გამარჯობა. ფრთხილებს აკეთებთ ხო აქ? დიახ, მოგძანდი, ეხლა მე მოგხდება. სად დავჯდე? მოგძანდით. აჰა. ახლავე. გოგო. ჩავყო? ერთი წუთით. ცოლი ხომ არ ყოლია? ჩაყავით. გოგო, ეხლა ხანს გავიგე, ვიღაც ყოლია. თურმე ცოლობაც შესთავაზა. კაი, რას ამბობ? მე რა ვინ გოგო? მე არ ვიცი კიო თუ არა, ნუ ვერ გავიგე. ნუ არ მოუყვანია ცოლად. რა? იმ გოგომ დაიწუნა? იცი მეც ესე ვფიქრობ. ჩაყავით. არა და რა კარგი ბიჭია, იცი? წესიერი, ეს ყურადღებიანი. აი ეგეს რო დაიწუნებ, მე არ ვიცი რა. ნო, დაიწუნებენ ეგრე და მე შეხედა. მე ისეთი გამოცდილი გოგო ვარ, იმდენ რამეს მოგიყვები ჩემო. მაგდა. უნდა კიდე. რომ არ უსურვებ მოკეთეს ტიბალტი სიკვდილის გამო ვაშკაც თემიდან მოკვეთეს ტიბალტი სიკო ვაშკაც ცოტა გამოკვეთე ბებიკო რა აი მე მობძანდით და გააგრძელეთ რეპეტიცია ქალბატონო ნელი მობძანდით ჩაატარეთ რეპეტიცია ძალიან კარგი მომისმინე ბებიკო მომისმინე ტიბალტის როგორ არის ტიბალტის სიკვდილის გამო არა მკვლელობისათვის ბებია ტიბალტის მკვლელობისათვის ვაშკაც თემიდან მოკვეთეს. აი მე კარგად გამო. როგორ ხა ამბავი ხომ უნდა მიიტანო მაყურებლამდე. შვენივრად გამოგვდით ქალბატონო ნელი და რომელიმე აკადემიურ თეატრში რომ სცადოთ სპექტაკლის დადგმა? გავაგრძელოთ ბავშვებო, გავაგრძელოთ. ჩაატარეთ რეპეტიცია. მე ხივით გასკდა ამბავი დამთებში არ დაეტია. ჩემი ტელეფონია. მოიცადე? ვინ გირიდავს? უპასუხე მაშინ. ხო ბებია. კაი. კარგი ბებია, მალე მოვალ. კარგი. ლიზიკო, დედა, ტაქს გამოგიძახებ, ხო შვილო? გამოგიძახებ ტაქს. და მე გავაცილებ. ცოტა ხანს დარჩენილიყავი კიდე. ბებია ინერვიულებს, თან მასთან პირველად დამტოვეს. მოდი ბებიკოსთან მე დავრეკავ. ხო? და ვთხოვ რომ ცოტა ხანს კიდევ დაგტოვოს. მითხარი ნომერი ბებიკო? მითხარი? აი, ეს არის. აჰა. ხო. ჩვენ მანამდე გავიაროთ ბოლომდე რეპეტიცია და მე თვითონ მიგაცილებ, კარგი? ალო. გამარჯობათ ქალბატონო. ბებიკოს რა ქვია? ლამარა. ქალბატონო ლამარა, გამარჯობათ. ლამარა! მარიკა, ეს ჩანთები მიგაქვთ, ხო? ხო, ესენი ირაკლი. და მარიკა, ჩავიტანო უკვე? ჩაიტანე ირაკლი, თორე დაღამდა. მარიკა, ტაქსი გავაჩერო? გააჩერე ირაკლი, გვავიიგე ბაბიანეთ. ირაკლი, გასაღები დატოვე, ხო, სახლი რომ დავკეტოთ. რაო, მამამ, დედა. არ მისულა სახლში კიდევ. ირაკლი, არ დაგავიწყეს გასაღები, ხო? ეს კაცია, თუ არ შეგიძლია, ან ნუ დალევ, ან აგარაკს ნუ ყიდულო. ირაკლი, იცოდე, არ დაგავიწყეს გასაღების დატოვება. აიგო, მარიკა, ნუ შეჭამა. მოკლედ, ჩავედი მე ახლა. მანქანას გავაჩერებ და დროზე ჩამოდით, არ მალოდინოთ, რომ იცით ხოლმე 1 საათი. ხარიგეთ, ირაკლი, რატო შეჭრა? რა ხდება ირაკლი? რა ხდება ლაშა და აი მივდივარ სახლიდან, რა მიშვეს? რას ბოდიალობ, რას იგონებ, გაგიშვეს რა ეს, საათ გაგი? რას ბოდიალობ, წადიო ჩაალაგე ყველაფერიო და გამაგდეს სახლიდან და მივდივარ რა.
ეს აბა მარიკა მიდისო? კი, მარიკა მიდიოდა, მაგრამ ხო ნახე შენით რომ მობძანდა ცისანა ხო იყო მოსული, შალოვნა. ხო და გაახსენდა რომ ეს ბინა მარიკაზეა გაფორმებული. გახსოვს მე მაშინ დეკლარაციისთვის ეს ბინა მარიკას რო გადაუფორმე. ხო, მაგას რას გამოაპარებ, გრძნეულია და ამოაგდო არქივიდან. აი, არ მოგბეზდა მართლა ირაკლი, ახლა არ მოგბეზდა, ირაკლი, გასაგები. მოდი შალოვნა. ვიფიქრე ამ გასაღებს დავიტოვებთ ხო? გამატარე კაცო ნუ მიყურებ ერთი ზღვის გოჭივით გამოდი აქეთ რა. ვიფიქრე გასაღებს დავიტოვებ მეთქი და ჩუმჩუმად შემოვიპარებით ხო, მაგრამ აჰა, გეუნები გძლეულია მეთქი, ჯადოქარია რა. რა ვარიანტია? რა ვარიანტია ლაშა, წავალ ცოტა ხანი დედაჩემთან ვიქნები, ვიცხოვრებ იქ და მე რაღაც გამოჩნდება, აბა სუასე ხო არ ვიქნები ლაშა, შენ არის ნერვიულო შენი პრობლემები გაქვს. მოიცადე ესა, შევალ ირაკლი, მე დაველაპარაკები კაცო. კარგი კაცო, არგინა არძლია რა ახლა შესვლას და მათთან დალაპარაკებას გეუნები მე შენ. ჩაკუჩები ტანდაივითომ ჩაკუჩი და მომეცი ეგ ჩაკუჩია. მომეცი რა და ეს ჩაკუჩია ვიყიდე მე თავის დროზე. ხო, ჩემი ჩაკუჩია ეს და მე მეკუთვნის. ხო და რაც შენია წაიგე ყველაფერი წადიო და წავიღებ ამ ჩაკუჩს და ეგ არის, აი ლიმიტიც მოვიდა. კარგი ლაშა, კარგი არის ნერვიული. წამოდი, არ მოდიხარ? არ მოდიხარ ხო? არა, ჩავალ მე ფეხით. ჩადი მაშინ მინდი. ხო, ჩავალ. ხო, ჩადი მინდი, ჩადი და ჩავალ მეც. შენ ჩადი და მე ჩავალ ხო, დავაჭერ, ჩადი შენ ჯერ მინდი. შენ დააჭირე. ვაჭერ უკვე, აჰა, დავაჭირე. ჩადი, მომაყრება მეც ვაკიბეებზე სიარული. ჩადი ხარ? კი. კარგი. რად უნდა ამ კაც სახლი არ მესმის? კარგი დედა, ეხლა ასეც ნუ ნერვიულობ რა. მოდი ლაშა, მოდი. რა იყო? და ესა, ჩაკუჩი არ მომიტანია ირაკლისა. მარიკა, მე რო ვეჭუბები, შენ ხელს ნუაფარე. კარგი დედა, ეხლა რაც არ უნდა იყოს, ხარ გადავაგდებთ რა. სულ სვავს. მარიკა, მე რესარეცხის ჩამოხსნა არ დაგავიწყე. არა დედა. ბოდიში ვაჩაშვილი. რა ლაშა, რა მოხდა? აი სამბავი რომ გავიგე და შენ საიდან გაიგე, ვინ გითხრა? ირაკლი მითხრა. აუ, თავისი ბრალია, აი თავისი ბრალი. შეიძლება ეხლა რომ თავისი ბრალიც იყოს მარიკა, მაგრამ იქ დაელაპარაკო დედაჩემ რა. აუ, კარგით ხალხო რა, ხო გთხოვეთ არა დროზე ჩამოდით მეთქი. გამექცევა ის ტაქსის მძღოლი უკვე ჩხუბობს. მარიკა! სად ხარ? ჩალუდი. რა უნდა დაველაპარაკო ლაშა? ხო იცი დედაჩემის ხასიათია რა. აბა ისე. შენ რა შვები რა არის? დაგჩა რამე? მოვიდა ისე, ამოვიდა ეხლა. აი ეს წავიღე, გამახსენდა რომ ეს ჯიხვისებური მე არ მიყიდია, ჯიხვისებური თქვენია და ჩემი ჩვეულებრივია. ხო. შემერე შენი ჩვეულებრივი წაიღე ირაკლი. მომბრძანდა. აიმე, ბოდიში შალვოვნა, ბოდიში, ჩაკუჩი დავაბრუნე, მეტი რა დავაშავე, მივდივარ უკვე, ბარგი ჩატანილი მაქვს. კარგად იყავით აბა, წავედი, ხო? მოიცა ირაკლი, კარგი ხალხო, რა გჭირდა? როგორ შეიძლება ესე რა? არცადაც არ წაყოლი ირაკლი ეხლა შენ შეიძლება მეგობრებს მართლაც არის აყოლილი, მაგრამ ირაკლი არ გაგიშვებ მე არცადაც დაჭეკი ეხლა იქ. შენი ხათრით ლაშა. შენი ხათრით. რა ხდება ლაშა, გამაგებინო? ხო კარგად ხარ? რა ხდება, მარიკა, ხუმრობე? წამოდი მარიკა, წავედით, გამატარე ლაშა. თქვენ გაგატარებთ ირაკლის არა? ესე ცვამს? დიახად ცვამ. გამატარე თუ კაცი ხარ. კი ბატონო. ირაკლი. წავედი და არ უნდა გაგვაცილო, არ მოდიხარ? კი, ბეღური გუნა, უნდა გაგაცილო, აბა რა, მოვდივარ ბეღურა. ირაკლი, გეხეწები, მე ანანოს ამბავი გამაგებინი, ხო იცი როგორ მაინტერესებს. ნუ რა გაგაგებინო, ფეხბზიმეთ იქნება ალბათ, მარიკა, აბა რა, სხვა რა იქნება. არა, თვითონ არაფერს ამბობს და. ო, მარიკა, ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ზედმეტია და თავრუსხვევა და გულისრევა თვითონ ამბობს ყველაფერს. მიდი ბეღურა. რა ხდება, რა ზეუნე, რა. არა ეს ანანო რო ფეხბზიმეთ არის, არ არისო და მაგაზე არ გეკითხები, კაცო, რა ხდება, რა ვარიანტია ეხლა? ეს. ხო, აკარაგზე მიდიან ისა, ბეღურა და შალოვნა. ხო და მანქანა გავაჩერე უკვე, გავაცილებ რა, წავლენ. მე შევივლი მარკეტში, ჩვენთან, ქვემოთ სუპერმარკეტში შევივლი, ბევრ ლუც მოვიტან, ლაშა, თხილს რაღაცას ამოვიტან და ჩავუჯდეთ მე იქნება რამე ამ ფეხბურთიან კალაბურთი და ერთად უყუროთ. მანამდე შენ რა გააკეთო, გეტყვი კი ბატონო, აი შენ ეს ჯიხვი გამომართვი, ცოტა ხანი დაჯექი იქან, თუ გინდა იდექი და სალამე მოვალ ისაკეთე.
მოიცეხლა ეს ამან მე ეგ ესე ხო მართალი ვარ, ხო უტვინოთ მოიქცა ეს გოგო. კარგი, ზუსტად მაგის ღირსია ის კალი. განსატვინი არ ექნება. ისა თქვენ გამოცდილი გოგო ვართო და მოგვიყვებით რამეს? არა, ხა მე პირად თემებზე არ ვსაუბრობ. თქვენ ალბათ არ შეგხვედრიათ, ხო ესეთი ბიჭი? ხო, რა ვიცი, ალბათ არ გამოჩნდა. ვაიმე! რა გინდა ადამიანო, რატო დამზდება? რა გინდა ერთხელ და სამუდამოდ? ხო გითხარია, ხო გითხარი, ნუ დამზდებ. რას მომადექი, აქ წადი დაიჭირე დამნაშავე. ჩემი ბრალია რო შეხტე, გაჩუნდი ერთხელ და სამუდამოდ. გაიგე, მორჩა და დამთავრდა. გაიგე. როგორ ახარ მაგდა? აგიხსნე მე ფოსო. არ ყოფა ამას? თამარ ერთი წუთი მომის. მე მეყოფა. გამატარე. ნუ მომყვები. აზზე ხარ? მე აგიხსნე წავიდეთ და მოგიყვანე რა. მოიცავ, თვითონ რამაზი სად არის? რა წეღან ველაპარაკე მენატრებიო და თუ ვენატრები შერატო გამოგზავნა. იმიტომ რომ იარაღის ჩავარება დაავიწყა და ამიტომ მიბრუნდა და მე მთხოვა რომ გამომევლო და წამეყვანე კლუბში. მენატრებიო და აი წავიდე. ენატრები, მართლა მაგრა ენატრები. მაგდა. ეს არ არის. კაი მაგურა წავიდე. კაი, კოცნი. მაკა. ძნები გამისწორე რა. დიახმები დიდებავე. თუმ რა გააკეთა ეხლა რომ რა გააკეთა რა მოიგო ეხლა რა ან მე რა დამაკლო ერთი მაგით აი რა როგორ არ მომეცება ეხლა იმის შანსი რომ სამაგიერო გადაგიხადო ირაკლი ჩხეიძე აი და იხუმრა ხო ბიჭმა იანცა აი არგი რას რეკავს და შემოდი შესახშია აი მოდი ლაშა ანა შემოდი მოიცი სადარია ნამოჯახის წევრები ლაშა მარიკა და დედამისი სადღაც წავიდნენ ირაკლი არ მაინტერესებს ლუცა მოვიტანო. აი წავალ მაშინ მე მარიკასთან ვიყავი შემოღიარე ისე. მოიცა საწახვალ ანანო. დაჯექიეთ მომიყევი შე როგორ ახარ რაღაცა ეს თაბრუსკოებიო და ეს. რა როგორ აღარ მოვდივარ ეხა კლინიკიდან ლაშა. სად ირაკლის კლინიკაში იყავი? არა დაზღვევამ სხვა კლინიკაში გამიშვა და სხვა კლინიკიდან მოვდივარ. ვაიმე ლაშა. მე რომ მეგონა მარტო მე ვარ ამ მდგომარეობაში დგო იქ რომ მივედი იცი რამდენი ხალხი ყოფილა ჩემს ამით. ანანო აბა რა გეგონა იმაში ეს გა. გამაგი. დათომ როგორ არ მითხრა კაცო დათომ. დათომ არც იცის რა. არის ის და რა ენახულება პრინციპში მაგას აენახულება რა. მოჩი რა ენახულება რა ლაპარაკი ვერ გავიგე დათო რა შუაშია საერთოდ. მზეგლა რა დათო თუ არა შუაში მოვინ არის ანანო შუაში. რა დათოს შუაში რანაირად არ არის შუაში ხო? ნუ ახლა დათოსთვის რა დამეჯერებინა ლაშა საერთოდ არ ვიქნებოდი ამ დღეში. მოიცა ეს დათოს დაგე რა? ვაიმე, ასეც იქ იყო ლაშა ეს რა დაგვემართა. დათოა? არ არის დათო არა. ალო? დათო თუ არ არის ვისთან დაგემართა? ნუ რა ვიცი ლაშა ხა რომელ ერთი ჩამოვთვალო ერთი ავტობუსი ხალხი იყო. არა. ვაიმე მართლა? ლაშა პულტი მომეცი რა, პულტი მომეცი. ჩქარა ლაშა. კი აი ვთავ ეხლა ვერთავ მოიცადე? ნახვამდის. აი ლაშა, ეხლა განახებ რაც დამემართა. არ მინდა ანანო შენი ჭირი მე რა მოიცა კაცო არ გინდა შეხედა? რიკოთის უღელტეხილზე ერთ-ერთ სახაჭაპურეში კვების შემდეგ მგზავრების საკვებით მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენ მოგვართა ბათუმი თბილისის რეისის ავტობუსის. რა იყო ჩემი ავტობუსი? რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთ სახაჭაპურეში მიირთვეს თვითონ ხაჭაპური. კი ბატონო. და სახელმწიფო მოწამვლაც იწვია ზემოთ აღნიშნულმა ხაჭაპურმა.
მინდა გითხრათ რომ პაციენტს აღენიშნებოდა სუბუქი თავბრუსხვევა, კი, ბატონო. გულისევის შეგრძნება ზუსტად. და ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში. ეგ არ ვიცი. თუმცა ის აღსანიშნავია რომ მოწამლა იყო სუბუქი და პაციენტები არ ასაჭიროდნენ ჰოსპიტალიზაციას. მათ ამ ეტაპზე უტარდებათ სტანდარტული მედიკამენტოზური მკურნალობა. კი ბატონო. აჰა. მოიცანო. ეხლა მოიცა შენ რას ამბობ ეხლა რომ იმის თქმა გინდა შენ რომ ესე იგი რიკოძე იყავით ხაჭაპური შეჭამე და ამიტომ ქონდა თავბრუსხვევები და გულისრევები და არა ის ეხლა ავტობუს მარტო მე კი არ. ანანო. ხო. ეს ამბავი ჩვენებმა ვინმე მიცის მოუყევი სხვას ვინმე? არა რასეთ ხმელი იყო არ მომიყოლია. არა. ხო ხირაკლი ცხენძე შენაკმა. ახლა აჰა. კაპალაშა წავედი ხო? ხო, კარგად. შედი, აღარ შემილია, ხო, აღარ შემილია. გამარჯობა ირაკლი მარიკა როგორ ხართ? აღარ შემილია, დავიხალე, გესწორ. გამაგებინელა, მაგრამ და კატამ როგორ უნდა შეიწიროს ჩემი ცხოვრება, აღარ შემიძლია. ქეთინა ნერვიულობს ჩვენ რამე დაგებართოს მე მეჯიბრები გოგო. ნიკაზე ისეთი რაღაცა მოგიხარ. გადაირევი. ვაიმე ანანო, როგორ ახარ? ანანო, როგორ ხარ? აშები, აბა მოყევი? აიმე გოგო ძალიან მეჩქარება. გიახოთ, აი ლაშა მოგიყვებათ ყველაფერი ის ლაშა. მიტი თუ კი მე მოუყვევი ანანო შენ მაგაცი არის ნერვიული. ახლა მოყევი აბა რა კი ხდება რა მოუყვევი. რაო? ანანო ხუა ფეხმძიმე. კი, გოგოს მუცელი აქ ტოშები აქ შეშუპებული. კი. დასხედით ეხლა. აბა მოიცა გვაცადე, აბა მერე გააგზელე. კი არის ფეხმძიმე, მაგრამ როგორ არ არის? ვისგან არის ფეხმძიმე, იცი? არიცით. ხო? ირაკლი. ანანო. მიდი ხარ? ხო, მივდივარ ირაკლი, მარიკასთან შემოვიარე ისე და არ არის. ხო, გავაცილე, აგარაგზე წავიდნენ მარიკა და შალოვნა. ხო და მომისმინე, შენ აქ რატომ მოხვედი? კლინიკაში არ უნდა მოსულიყავი ჩემთან? აი მე ირაკლი რა მოხდა იცი? დაზღვევამ გამიჩვა სხვა კლინიკაში. აჰა, გასაგებია, გასაგებია. აი მე ირაკლი. ხო. იცი ტელევიზორში რომ ნახე? ვა, ეკოზე იყავი? არა რა ეკოზე, ირაკლი რიკოძე. რიკოძე? ხო. რა დაზღვევა გაქვს ამისთანა, ანანო, რიკოძე რო გაგიშვას, ნუ გამაგიჟე, კაცო. კარგი დამანებოთ ამას თავი. მთავარი დამნაშავე რას ამბობს, დათო, რაო? აი მე ხალხო რა შუაშია დათომ კი არ გამოაცხოს ხაჭაპური. ანანო, დაჯექი კი არა და მე რო რა? ირაკლი, დამშვიდი ახლა და ახლა მომისმინე, ახლა მე შენ ყველაფერს მოკლედ აგიხსნი, კარგი? გრძლად იყოს და ამიხსენე. ვისგან არის არ ვიცი, მაგრამ დათოს გარო არ არის ეგ ნაღდი. ვა, თამარჩიკ, დედუსი აქ არ ყველა. აი, მოგიტანე დუდი. ხო, მადლობა. როგორ შეკვირდი რა? აი თამაში იქნება უყუროთ მე. კი, აუცილებლად. რა ხდება ხო? რა ხდება და ლაშა გვიყვება რომ ანანო არ არის დათოსგან ფეხმძიმედ. და შოქში ვართ. ვაიმე, თქვენ ჩემი შოკი უნდა გენახათ, ხალხო. თქვენ უნდა გენახათ, რო გავიგერო დათოსგან არ არის ანანო ფეხმძიმედ, მე როგორ გავგიჟდი და რა შოკი მქონდა. თქვენ არ იცით რა მომივიდა, ქერქვეშა ბირთვები გავყარე თავიდან. რასა? შენ უნდა გენახა მე რა შოკი მივიღე, შენი შოკი და მოსატანია. ჩემ შოკთან ირაკლი, როცა გავიგერო ანანო ფეხმძიმედ არ იყო, ეგ რა უკვე დათოსთან მქონდა დარეკილი, გილოცავ ბიჭი იგეყოლება მე. რა ბიჭი ეყოლება? რა ბიჭი ეყოლება? საიდან მოიტანე? ეკოსკოპიაზე იყო კაცო ანანო ჩემთან კლინიკაში ტყუპები ეყოლება. რა? კეთი? რა? აბა მოწამლულიაო. ეთერი მითხრა. ვინ არის ეთერი? ჩემი მცხოვრის ბიძაშვილია, ხო და იმასთან იყო მისული კლინიკაში ანანო. მოიცა რა, თქვენი წოდით რომ ანანო მოწამლული არის? ეთერი მესე მითხრა და. ხარ მოიხუები. ეთერი ეს რა რას მოიცადე ხა შენის თქმა რომ შენ ციცოდი რომ მოწამლული ანანო? მოიცადე ახლა რომ შენ ციცოდი რომ მოწამლულია? და მოიცადე ხა რა გინდა თქვა რომ ყველა ვიცოდით რომ ანანო მოწამლულია? ეთერი მითხრა. რა ლაპარაკო? ეთერი არ მომატყუებდა. რა? ხო. რა? იცით ახალი ამბავი? აბა? რა? ხო, მიდი. ანანო შემხვდა. მერე? გოგოს ელოდება. აბა, რა? სანდრო. რა? მოდი, შენ ახლა გადი. და 1-15 წუთით ადრე შემოდი. მიდი. მიდი. გოგო? მიდი. აჰა. ეს სერიაც დამთავრდა. სად არის ამდენ ხანს?
ალბათ რამე საჩუქარს ყიდულობს. ქალბატონო ნონა ხომერიკი ჰადაჰა როსტომაიასი. ჩვენ გავდივართ და გამოყვებით? არა გოგი, მადლობა. უნდა მომაკითხოს იმან. კარგი, დროებით. აიღე რა. ალო? რა? გისმენ ქალბატონო? რა ხმას გართმევ? სახლიდან ფეხს ვერ გაადგამსო. მართლაც ჩურჩუტი გამოდგა. დამთარსა ამან რა. თხოვდები. აჰა, თხოვდები. და